ეს მოტოსფეროა მოგესალმებით. Როგორც იქნა გაიხსნა სეზონი, უკვე აქტიურად დაიწყო ქართულ მოტოსპორტში ეს აქტივობები და ჩვენც რა თქმა უნდა აქ ვართ. და მოტოციკლეტი თუ ვინმეს გიყვართ და ზოგადად მოტოსპორტი და მოტოტექნიკა, აქ როგორ ვერ მხედავთ და როგორ ვერ გხედავთ, მაგრამ მიკვირს რა. იმიტომ რომ ყველა აქ ვართ. ისმის უკვე ძრავების ხმა, იქით სკუტერები დარბიან, იქით ენდუროები დარბიან, ეხა აბსოლუტიც იქნება, იქ H2-ერიც იყო, ჯიმხანაზე გამოდის და რავი, ანუ ყველაფერს შეხვდებით აქ რა. და თუ ვაიდა მოხდა ისე რომ აქ არ იმყოფებით, ჩვენს YouTube, ვა, შეგენაცვალე. გაიხარი, გნახავდი. ჩვენს YouTube არხზე მაინც უნდა უყუროთ ამ ყველაფერს რა. ასე რომ ეხა ჩვენ წავალთ, შემოვიდგინოთ, ვნახავთ სად რა ხდება და გამოგვიყევით დარჩით ჩვენთან. ვა, ეს ვინ გაიჭით? რა ვახართ? თქვენ ხომ არ გამობრძანდებით თვითონ ჯიმხანაზე? კი. მობრძანდებით? მობრძანდებით. რა შვებით მე? ველოდები. არ გამოსულხა? არა, ჯერ რატომღაც გაგიჟდნენ და მოპედებში 14 კაცი დარეგისტრირდა და ეხლა დამთავრდა საკვალიფიკაციო. რა იმას მოყვარულებში გამოდივარ მე და ჯერ ველოდები როდის დამთავრდა. რითი და ბატონი ნიკა ფილიშვილის ბაიკით. MZ-150. რიჩიული. ტელევიზორში გამოგვაჩინე რა. ტელევიზორში თუ ჩართო და ტელევიზორში თუ უყურებ, ტელევიზორში იქნება. თუ არ და ტელეფონში. შენ გადაწყვიტე რა მასშტაბებზე გინდა რომ გამოჩნდე. ხო. როგორ ბრძანდებით? თავად? კარგად. Hello მოტოსეზონი TV. რა ხარ ჯიჯი? ჯიმხანაზე ხო არ გამოდიხარ შენც? H2-ერით. წამო. სალამი. ხარ პირველი. გაუმორჯოს. პირველია, ნომერი 12. ვა, ჩემი. როგორ ვახარ? შენ რა ვახარ? რა ნელა რა. კი, აი ჯიჯის H2-ერით გამოდივარ. ტელევიზორში. თუ ტელევიზორში გვიყურებ, ტელევიზორში იქნება. თუ არ და ტელეფონში. მოვიკითხავ. ჩემ შორეულ მეგობრებს სხვადასხვა ქვეყნებში მართლა ტელევიზორში. კი, ნამდვილად ტელევიზორში იქნება. და რა ხდება აქ ვაფშე რა აქტივობებია? ეხლა მინდოდა ცოტა იუმორით მეთქვა, არა პირდაპირ გეტყვით. რომ დღეს 2025 წლის 27 აპრილს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით და მისო აკადემიის ასევე ენდურო კლუბ ჯორჯიას და ჰასკი მოტოპარკის ორგანიზებით იმართება საქართველოს 2025 წლის მოტოსეზონის გახსნა. სადაც დაშვებულია შემდეგი დისციპლინები. ეს გახლავთ დისციპლინა მოტოჯიმხანა, დისციპლინა ენდურო ბავშვები, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ასევე დისციპლინა ენდურო, ბობან როდეო. მოტოჯიმხანაში წარმოდგენილია 3 კლასი, ეს არის სკუტერები, მოყვარული და აბსოლუტი, რაც შეეხება ენდუროში წარმოდგენილი ასევე 3 კლასი, მოყვარული, მოდერეიტი და ექსპერტი. როგორც უკვე აქედან თვალსაჩინო ენდუროს შეჯიბრება დასრულდა და სულ მალე გვეწოდინება გამარჯვებულები, ხოლო რაც შეეხება მოტოჯიმხანის დისციპლინას, კიდევ რამოდენიმე საათი გაგრძელება, წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს პირველი ეტაპის გამარჯვებულები. თქვენი მონამორჩილი ოტო მდინიშვილი, თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის პრეზიდენტი. გამოხვედი, იყავი იარა. აღარ უნდა გამოვიდი. საინტერესოა. წარმატებები. ეგ ლადო მითხრა, წამოდიოდა გავერთოთ. არ გამოდიოდი. ბიჭო, რა ხდება ეს? ბიჭო, აი ხა ვიღეთ სტარტი, წვილები დაწყვილდნენ უკვე სკუტერებში. ეხა პირველი წვილი არის საუკეთესოდ რომ ყველაზე უარეს დროს ხდება და ამის ამ თანმიმდევრობით მივყვებით ეხა ჯერ სკუტერები ყავს, მერე გვეყოლება ესა მოყვარულები და შემდეგ იქნება პროფესიონალები და რა, კაი ბლომად შეიკრიბა ისიც ხო შეიძლება. კაი, ამინდით მივხედავად, ბევრი ხალხი არის და ასწორებს რა. ეხა ცოტა ირევა ამინდი, მაგრამ აი მოვასწრებთ რაღაცას ვიზოთ რა. გამოვასწორებთ. ჩვენ შევკვნათ თქვენი ამ ვესროლო. აი სამურებელია მე მგონი, მიდი. მე დავრეკავ არა პრობლემა. დავაი.
Posti გაუმორჩოს. რაკე? ჯერ ფინალში გადავედი. რასაპირე? პირველობას არ დავწმობ. არა? ვის ხვდები იცი? ჯერ არ ვიცი. მე მხვდები. ვისაც არ შევხვდე პირველობას არ ვწმობ. კარგადია, საღოლი მე ზიგზაგში გადაგიდე. პისტოვში ვისწავლე. აი რაშია საქმე ხედავ შენ. როგორი შეგრძნებებია? ძალიან მაგარი შეგრძნებები არის. რავი, აი, ვერც აქვს ისეთი შეგრძნება არის, შინაგანად სუგახარებული ხარ, დაძაბული ხარ და რავი, ხელ ადრენალინი გამოდის მაინც აქედან საყურებლად შეიძლება არ არის ეხა ისეთი როგორიც აი მონაწილეობას რო იღებ, ვაფშე სხვა ადრენალინის ღებულობ და სხვა ემოციები გაქვს. ხალხი ფიქრობს ზოგადად რომ ჯიმხანა არის მარტივი. კი, ან ბევრი ამბობს მაგას. რო შეხედა, აი ჯიმხანა არა ის და კი, ეგრე არის, ეგრე ამბობენ. აი სანამ თავად არ მიიღებენ მონაწილეობას, ვერ მიხვდებიან ვერაფერს. რაცა ნიძლავი გავიგე აი აქეთ და რა ხდება? არაო? ჰა? მაიცავ? მიდი, ჩიკოვანი აპრილიას გვაძლევს. რა ხდება? რაღაცა ნიძლავების ხმა. კარჩე, მე და გიგავართ ეხა ფინალში და მე ვეუბნები რომ სკუტერს თუ გამიცვლი და თუ მოგიგებ მეთქი, ერთ ნებისმიერ სურვილს მისვლებ ეხავე მეთქი და თუ მე წავაგებ მეთქი, აქვე ვიპარსავ თავს მეთქი და დავაი 5 წამი გახვეწე. აი მე რა სახალხოდ 1 2 გეხვეწები რა? თმა გადააპარსინე. 5 თმა გადააპარსინე. აბა ხალხის უნდა ესობა თუ იტყვის კიო დავაი. ვერ გავიგე. გადაუპარსოთ? კი. აი თურამე და შემდეგზე გავხსოვე. გადაუპარსოთ? ერთ სურვილს მისრულებ. გადაუპარსოთ? გადაგიხდი გადაპარსე მაგის ერთ სურვილს მისვლებ ეხავე. რომ მორჩება გონკა ეგრევე. ძალიან ისტორიული აუ რა უნდა გიხრა? ეხა ვაჭრობებს არა ვართ ეხა. წავაგებ იმ სკუტერს. წადი. ბატონო დავით, თქვენ რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ დოკი არ გიგო დათანხმებული იყო ამ იმაზე. მეც მაგას თავაზებაზე და საინტერესო იქნება. იქნებოდა. მაგრამ არ გაცვალეს. 1-5,000 ნახო მინიმუმ. აი იმაზე რა, მე მაგას ვიძახი და გაგვემაზე ნახე. გაკელაძე. ასე დაასრულა სკუტერების კლასი, ახლა კი გადავიდა სპაიდერმენზე. სპაიდერმენის მიმირო არის, ხო იცი? ბავშვებო, დანიძლავებოდი რა. უნდა დანიძლავებოდი. მოსავლემ გაჩო, ბატონო. კი, ისურჩევნია მამულსა, ნუ დასწინი სხვასაო, ხო გაიგია. მაგრამ გავერთე, ძალიან იყო. კი, არა, იმ სკუტერით აზრი არ ქონია, იმ სკუტერით მოუგებდი უეჭველი. ჩემი სკუტერი ძალიან ნელი იყო რა, გიგასი ბევრად ჩქარი იყო და მაგიტო მეთქი დავაი გავცვალოთ. ძალიან გავერთე, ძალიან კაი. მე როგორც ხვდები, ანუ პისტოპში ისდებიან ჩემპიონები. ეგრე აი რა გავაკეთო, აი ჩამოვედი და აი სეზონის გახსნის ეს ცერემონიალიც დასასრულს მიუახლოვდა ისევე როგორც ჩვენი ვიდეო. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, ძალიან ბევრი ადრენალინი, სიგიჟე, სიხარული, რავი, ადამიანებთან ურთიერთობა, ყველაფერი ერთად აი აქ ჰასკი მოტოპარკზე დღეს ნამდვილად იყო. და რა ვიცი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთივე წარმატებული იქნება 20-25 სეზონი, როგორიც აი ეს სეზონის გახსნა იყო, ასე რომ იაქტიურად უფრო მეტი ხალხი არის საჭირო, რომ ამოხვიდეთ, ერთმანეთი გავიცნოთ, გულშემატკივროთ და мотивация მივცეთ და რა ვიცი, შესაბამისად მე განვითარდება და წინ წავა ეს სპორტიც და მოტოსფეროც რა. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაწეროთ კომენტარები, სპონსორები შეგვეხმიანოთ და ჩანგე ლანგუნგე, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.